მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია როგორი არის 26 მაისთან დაკავშირებით კოორდინაციაში არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციასთან გამოვიდეს ხალხი ქუჩაში და ამასთან ერთად გედევან ფოფხაძის განცხადებაც დაგვეწია ხო ძალიან მოკლედ ძალიან მოკლედ გაგცემ პასუხს არავის სასხვერპლოზე სასიკვდილოზე და მოკლას არ უჭერ მხარს არანაირ ასეთ ქმედებებს არ უჭერ მხარს მიმაჩნია რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა აღწევს მხოლოდ არჩევნების გზით ეგ არის პრინციპული საკითხი მე 2012 ის თქვა კი არ ვახსენე ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ბევრი ახლა ჩვენ უკან წავიწევ ბევრ რაღაცაში მაგრამ შანსი იმისა რომ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით წავიდეთ წინ არის ეს არის არჩევნები და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება ეს არის მნიშვნელოვანი მეორე თემა როდესაც ასეთი განცხადებები ხდება ახლა მე მესმის ბატონი გედევანის და თქვათ მისი მიდგომის რომ არის გარკვეული ჯგუფი რომელსაც ამას უჭერს მხარს მეც მათი უფლება მაგრამ საერთო ჯამში ეს აზიანებს ხვდებით იმიტომ რომ ეს არ არის კოორდინირებული ეს არ არის ყველას ერთი პოზიცია მაგრამ სამწუხაროდ მე შეიძლება აღიქვას ყველას ერთ პოზიციად რომ ოპოზიციაში არიან ტიპები რომელსაც შეუძლიათ ხელ წავიდნენ და დაანგრიონ ყველაფერი არ არიან ეგეთი ადამიანები პირდაპირ მინდა თქვა და ასეთი მიდგომა არ შეიძლება რა ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით ჩვენ როცა საუბარია როგორ მოვიგოთ არჩევნები უნდა მოიგო არჩევნებამდე უნდა შექმნას ესეთი სიტუაცია რომ ოპოზიცია იყოს გამარჯვებული არჩევნების დღემდე ასეთ საქართველოში მოხდა ორჯერ 2003-შიც და 2012-შიც როდესაც ნაცნობმა მოძრაობამ არჩევნებამდე გაიმარჯვა და 2000 რა ქვია მაგას 12-ში როდესაც ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი